არის გამორიცხული კონკრეტულად ამ მანქანაზე დავაყენო ტურბინა და კონკრეტულად დავაყენო ეხლა. ისე, რა ვიცოდეთ. გავცინჯოთ კომპრესიები ძრავზე, გამოვაძროთ სვეჩები. სვეჩები გამოიყურება აი ესე ზუსტად. ყველა ძალიან საყვარლად. სვეჩებიც გამოვცვალოთ პაходу და შევამოწმოთ ჩვენი კომპრესიები. პირველი ცილინდრი. მეორე. მესამე. 12. ცეც მეოთხე. იგი ყველა ცილინდრში გამოდის რომ არის ზუსტად 12 გარდა პირველისა. პირველში რატომღაც 6 ატმოსფეროზე და 6 ბარზე მეც ვერ სწდება. ეხლა ჩავასხათ ცოტა ზეთის მოგვარი სითხე, რომ გავიგოთ კლაპნის ბრალია თუ თვითონ პორშინის. მოკლედ ეხლა ჩავასხეთ ზეთი და პირველ ცილინდრში და შევხედოთ მოიმატებს თუ არა კომპრესია. თუ მოიმატებს, ეს ყველაფერი არის თვითონ კოალიცოების ბრალი და ცილინდრის პორშინის ბრალი. თუ არ მოიმატებს, ესე იგი კლაპანი გვაქვს გახვრეტილი ან ღია. სანახავია ყველა ვარიანტში. შევხედოთ. ოპა. რასაც ვფიქრობდი, ზუსტად ეგრე გამოვიდა. ცილინდრს აქვს პრობლემა. ან ჩახაზული არის, ან კოალიცოები არის შეჭმული. გასახსნელი არა. სვეჩების გამოცვლასაც უკვე აზრი აღარ აქვს. ჩავალაგებ ისივე სვეჩებს, რაც კონკრეტულად ელაგა ამაში. მაგრამ აუცილებლად გაყურებინებთ საერთოდ ამ ძრავის დაშლა, აწყობას, გადაკეთებას, თუ დავშლი, უბრალოდ არ დავშლი. დავშლი და გავამაიმუნებ იქ შლიფოკები, მიფოკები, კომპრესიები და მთელი ამბავი, ანუ ჯიგრულად და კარგად გავაკეთებ რა ისე არ დავტოვებ საერთო ჯამში, რომ აი უბრალოდ ქარხნულზე იყოს აწყობილი. და არ არის გამორიცხული